ამ წამს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ქართველია. ილია თოფურიამ მორიგი ოპონენტი დააგდო და მეორე ქამარი მოიპოვა და იმ წამსვე მის გარშემო ტურები შეიკრიბნენ. პიმბლეტი აგრძელებს ქართველზე შეურაცხყოფების მოყენებას და ეს ცუდად დამთავრდება. სამწუხაროდ ამ ვიდეოს ვინც უყურებთ, თქვენში 70%-ს არხი გამოწერილი არ გაქვთ. არ დაიზაროთ არხის გამოწერა, რადგან ამით ძალიან დამეხმარებით მის გაზრდაში. ასევე ჩვენი მიზანია ავიდეთ 1500 ლაიქზე. მადლობა შენ თუ ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი დავიწყოთ. UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა. ილიამ ბრძოლის დაწყებისთანავე მეტოქეს რამოდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც ოლივეირამ ჭიდაობა გადაწყვიტა. თუმცა არაფერი გამოუვიდა და მალევე პირველივე რაუნდის მესამე წუთზე ქართველმა ოლივეირა გათიშა. ილიას უდიდესი გამარჯვება. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია. ილიამ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა. ყველა გამარჯვებით დაასრულა და ის დღესდღეობით დაუმარცხებელია. ბრძოლის დასრულების შემდეგ ილია თოფურიამ კომენტარი გააკეთა. პირველ რიგში ღმერთს მინდა მადლობა გადაუხადო. ყველაფერი რაც მაქვს, ყველაფერი რაც ვარ და ის ყველაფერი რაც ვქენი ღმერთის დამსახურებაა. მე MMA-ის ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ. ეს ამ სპორტის ახალი დონეა. დღეს ის გავაკეთე, რაც დაგეგმილი მქონდა. აქ ახლა ბევრი მშიშა რა იმყოფება. მაგალითად ის ქერა ვირთხა. არ ვიცი ვინ არის ჩემთვის მზად, მაგრამ მე აქ ვარ. არ ვიცი პიმბლეტი დათანხმდება თუ არა, მაგრამ თუ ის მზად არის მოვიდეს. შეხვედრის შემდეგ ოქტაგონზე პედი პიმბლეტი ავიდა. ილიასთან ისაუბრა და ის ითხოვს თოფურიასთან ბრძოლის ჩანიშვნვას. მოგვიანებით X-ში პიმბლეტის ვიდეო გავრცელდა, სადაც ინგლისელი ამბობს: ილიამ თქვა რომ დამანოკაუტებს. მან ეს იმიტომ თქვა რომ მიცის ამის გაკეთება არ შეუძლია. ამ პატარა ტიპს თავის ადგილს მიუჩენ, დანიშნეთ ორთაბრძოლა. ამისთვის ყოველთვის ვემზადებოდი, ყოველთვის მზად ვიყავი. რაც შეეხება მე და ილიას, ჩვენ გარკვეული ისტორია გვაქვს. ამ ბრძოლის გაყიდვაც არ დაგჭირდებათ, თავისით გაიყიდება. ერთმანეთის წინ ორი ადამიანი იდგება, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონთ. ასეთი რამ ხაბიბის და კონორის ჩხუბის შემდეგ არ გვინახავს. ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთის ძულ, ის ნამდვილად მძულს. მისი სწრაფად დაფინიშებაც არ მომინდება. მას ჩხუბის დასრულებამდე 1 წუთით ადრე დავაფინიშებ. მას შემდეგ, რაც მანამდე 700 ჯერ დავარტყავ მუშტებს, ფეხებს და იდაყვებს, მე მას დავასახიჩრებ. რაც შეეხება ილიას და ოლივეირას ბრძოლას, თავიდანვე ვამბობდი, რომ თოფურია მოიგებდა. ჩარლზი ნერვიულობდა. ილია კი საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, პირველ რაუნდში ამან განსხვავება შექმნა. გონია, რომ თუ ჩარლზი პირველ რაუნდს გაუძლებდა, შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ ყველა მის ვნახეთ რაც მოხდა. საჩემპიონო ბრძოლაც არ უკიანსაც სურს, მას შეუძლია ისევ სარეზერვო მებრძოლად დადგეს. ამ სიტუაციაში ყოფნით უფრო მოტივირებული ვარ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ჩემს წაგებას ელოდება. ყველა 10-დან 9 ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ მე წავაგებ. ილია ნოკაუტში გამიშვებს და ამით დამთავრდება, მაგრამ მიყვარს როცა ხალხი ცდება. ეს უბრალოდ შინაგან სითბოს და ბუნდოვან შეგრძნებებს მიტოვებს. ამ ხალხს კი საკუთარი სიტყვების ჭამას აიძულებს. როგორც ჩანს, შესაძლოა ჩემპიონი იმაზე მალე გავხდე, ვიდრე მოველოდი. განაცხადა პედი პიმბლეტმა. ბრძოლის დასრულების შემდეგ არმან ცარუკიანმაც გააკეთა თავისი კომენტარი ილია თოფურიასთან დაკავშირებით. ნახოთ, რას წერს სომეხი მებრძოლი თავის სოციალურ ქსელში. ჩარლზი არ უნდა ყოფილიყო. ილიას დაფინიშება მე მარტივად შემიძლია და მან ეს იცის. სწორედ ამიტომ გაურბის ნამდვილ ნომერ 1 კონტენდერს. ილია ნამდვილი ფენომენია. მისი ჩხუბის სტილი პრაქტიკული და ლამაზია. იმიჯიც კი იდეალურად აქვს დალაგებული. ის იდეალური ჩემპიონია და ამიტომ არანაირად არ ვეთანხმები არმანს. ილია არავის გაურბის. ამის საპირისპირო მაგალითიც კი გვაქვს. როგორ გაურბის მას ისლამ მახაჩევი. რაც შეეხება პიმბლეტს, იმედია ასე გააგრძელებს და მეტად გაამწარებს ილიას და ჩვენც მივიღებთ ქამრის დაცვას და დიდ სიამოვნებას. სამართალიც აღდგება. ილია ამ სპორტის ნამდვილი მეფეა. არ ვიცი ვინ შეძლებს მის ტახტიდან ჩამოგდებას. დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში. რას ფიქრობთ? რა ამოძრავებს ამ ტურებს და რატომ ატყდა ყველა მებრძოლი ილიაზე? მე მგონია ეს არის შიში და შური. ილია თოფურიამ ბრძოლის შემდეგ საქართველოსზეც ისაუბრა. უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მოვახერხებ და საქართველოს ვესტუმრები. ყველას თავიდან ჩავეხუტები. რაც შეეხება პიმბლეტთან ბრძოლას, სიმართლე გითხრათ, პერსონალურად ამ ბრძოლას არ ვიღებ. ადის დიდი სიამოვნებით, კარგად დაგემრიე
გემრიელად დავანოკაუტებდი, რადგან ჩარლზთან შედარებით განსხვავებული სიტუაციაა. ჩარლზი ბევრად უფრო კარგი პიროვნებაა, კარგი ადამიანია, ბევრი ფასეულობები აქვს. პედისთან სხვანაირი სიტუაცია მექნებოდა. ეს საოცარია, რთულია მარტივი სიტყვებით ახსნა, როცა ასეთ ბიჭებთან გაიმარჯვებ. მათთან შეხვედრის შიშს საერთოდ არ ვგრძნობდი. აქ მოვედი იმიტომ, რომ ქამრები დავისაკუთრო. კარგად ვიცი, როგორ ჩავატარო სავარჯიშო სესიები. კარგად ვიცი, რამდენად კარგი ვარ, მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ და ეს დავამტკიცე კიდეც. ჩვენი დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. აუცილებლად დააჭირე ლაიქის ღილაკს და კომენტარებში დატოვე შენი აზრი. მე კიდე გემშვიდობებით და აბა, წარმატებები.